Დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ რუიანს და როგორც უკვე გითხარით, რამაზ საყვარელიძეა ჩვენი სტუმარი, ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ ფსიქოლოგი რო ვარ. დიახ. 60 წელიწად. თქვენი პროფესია. მადლობთ, რომ ხარ ჩვენი სტუმარი, პოლიტიკურ საკითხებზე მინდა გესაუბროთ. დღეს გიორგი მარგველაშვილმა წამოიწყო კამპანია, როგორც თავად უწოდა, ამურჩევლის გასააქტიურებლად. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს თავად პრეზიდენტისთვის და თავად პოლიტიკური გარემოსთვის ეს კამპანია? ნუ გასააქტიურებელი არის ამომრჩეველი და ეს ჩვენ პრობლემა არაა მარტო მთელ დასავლეთში მაგალითად ტიპიური პრობლემაა 30% თუ მივიდა ხანდახან უხარია სამაგისტრო მდგომარეობა. და გააქტიურე აი ხა ჩვენ ავტობუსებზე უკვე ლამის შევეჩვიეთ წარწერას მე გზას უთმობ სასწრაფოს. თითქოს არაფერია. მაგრამ კარგი ტენდენციაა იმ მხრივ რომ ავტობუსი იქნება თუ მანქანა თუ ესა მე გზას უთმობ სასწრაფოს სტანდარტს ამყარებს. რომ ამ ქვეყანაში და თითოეულ ჩვენგანს კონფორმულობა გვჩვევია ადამიანებს, ანუ როგორც ჩავთვლით რომ მიღებულია, ისე ვიქცევით. ინტერნეტში თუ ვინმეს კონფორმულობა დაინტერესებს, შეუძლია ნახოს გენიალური კადრები აქვს, კონფორმულობა, ნუ ექსპერიმენტები აქვს კონფორმულობაზე ჩავლებული YouTube-ში უცხოელ ავტორებს. ლიფტში შედის 1-7 კაცი და იქ რეალური ცისფერი არის 1. დანარჩენი 6 ადგება და შეტრიალდება მარცხნივ. ეს დაბნეულია და თვითონ შეტრიალდება და ასე. აი ამ ტიპის მოვლენა არის ჩვენი ფსიქიკა რა. ანუ ისე რაც არის მიღებული გსურს რომ მოვიქცეთ უმრავლეს შემთხვევაში. აი გსურს რომ მიღებული იყოს რომ სასწრაფოს ხმა რო გესმის გვერდზე გაიწევს. უამრავ რამეს მართავს ეს მექანიზმი სახელმწიფოს თვალსაზრისით. და ეხლა მარგველაშვილს სურს რომ ასეთივე მიღებული სტერეოტიპული გახადოს ის რომ რახან არჩევნები არსებობს უნდა მეხვიდე. ეხლა რამდენად გამოვა ეს ამბავი, ნუ ნახოთ პროცესი. მაგრამ მაინც არჩევნებზე უფრო მიყავს გიორგის მარგველაშვილს უფრო შორეული ის აქვს მე მგონი. თავისი საპრეზიდენტო მეორე არა, საერთოდ ეს სტერეოტიპი თუ დაამყარე, მე იმუშავებს. ლარზე მოხდა ეგ. რეზო შავიშვილს რო ვკითხე რომ როგორ მოახერხეთ რომ ერთ კვირაში ლარი ამუშავდა. ერთი კვირა არ გვეძინა დროემეებთან ვიდექით გადასაცვლელ იმასთან ჯიხურებთან რომ ხალხს არ დაეწყო გადაცვლა და ამით ლარით ემუშავათო. ერთი კვირის სტერეოტიპმა მე აქამდე მოგვიყვანა რომ დღეს ლარია საქართველოში. აი მე დღეს ანალოგიურად მცირე დროში შეიძლება შექმნა სტერეოტიპი, რომელიც მე გამოადგება უამრავ თაობას. კი ბატონო, მაგრამ აი მე დღეს პოლიტიკოსებს ვეკითხებოდი ამის შესახებ, საერთოდ პოლიტიკოსები, როდესაც ამ სტუდიაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები განსაკუთრებით, ამბობენ რომ რთულია ამომრჩეველთან საუბარი, რთულია ის დაარწმუნო რომ მივიდეს საარჩევნო უბნებთან. იმიტომ რომ არის ნიჰილიზმი ამბობენ ისინი და რთულია ისინი დაარწმუნონ რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებთან. აი ახლა როგორც მარგველაშვილმა თქვა, ეს ძირითადად უნდა გააკეთონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც მიმართავდა დღეს. აი რა შეიძლება უთხრან ახალგაზრდება ამომრჩეველს, როდესაც პოლიტიკოსებიც კი წუწუნებენ ამაზე, ისეთი რომ გადაწყვიტოს ამომრჩეველმა არჩევნებზე მისვლა. რა мотиваცია სჭირდება მას დღეს? რა გითხრათ? მრავალნაირი მხრიდან შეიძლება ყური მიებას ამ თემას. და გააჩნია ვისთან გაქვს საქმე, რომელ ამომრჩეველთან. ასაკობრივად რომელთან, სოციალურთან რომელთან. ყველა ამათგანს უნდა მოუძებნოს სიტყვის მთქმელმა, გინდ პოლიტიკოსმა და გინდ ახალგაზრდამ ის კუთხე, რომელიც ამ ადამიანში ამ სურვილს გააღვიძებს. სურვილის გააღვიძება საერთოდ რთული რამეა. რეკლამა მაგას ემსახურება კომერციული, რომ ის ლუდი გაყიდინონ, რაც მათ სურთ.
მაგრამ თუ კი ამ ლუდის გემო გასინჯული აქვს ამ მომრჩეველს და მაინც არ მოსწონს, აი აქ დგება პრობლემა. ატრიალი მე ის რეკლამა გინდა ხო, აი აქ დგება პრობლემა. ხო და ერთ-ერთი პრობლემა ამიტომ ეს არის, რომ თუ გინდა კარგი ლუდი, უნდა მიხვიდე იმაზე დახლამდე და მოითხოვ ეს კარგი ლუდი. ამიტომ უნდა მიხვიდე არჩევნებს. აი ახლანდელ პოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ვის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს, აი წმინდა პარტიული თვალსაზრისით ვკითხულობ ახლა, აი მაგალითად ხელისუფლებისთვის ეს სასიამოვნო პროცესია, რაც წამოიწყო მარგველაშვილმა თქვენი აზრით. ყველა ერთადერთი ვისთვისაც არ არის სასიამოვნო და მოგახსენებთ, რატო არის ნაციონალური მოძრაობა. და მარგველაშვილმა გუშინ ნაციონალური მოძრაობისთვის სასიამოვნო ფაქტი დააფიქსირა. დღეს ნაციონალური მოძრაობისთვის უსიამოვნო. ამიტომ მეღიმება ხოლმე, როცა მარგველაშვილს აბრალებენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიის, ნამდვილად არა აქვს. აი ამ ფაქტითაც ჩანს. ემაზე რეფერენდუმზე უარის თქმით, მან ფაქტიურად გარკვეული თვალსაზრისით გაანთავისუფლა მოქალაქეები საარჩევნო ყუთებთან მისვლის დამატებითი მოტივისაგან, ხო? ეს ნაციონალებს აწყობდათ. და დღევანდელი ანუ მან ოცნებას გუშინ გამოაცალა ამ მომრჩეველი? ყველა დანარჩენ პარტიას. დიახ. ნაციონალი არის ერთადერთი პარტია ფაქტიურად, რომელსაც საკმაოდ კარგად მობილიზებულია მომრჩეველი ყავს. და ყველა დანარჩენს ასეთ მობილიზებული არ ყავს. ისე რომ ყველაზე უფრო ნაციონალს არ აწყობს, რომ მოვიდეს ბევრი ხალხი. თუ ცოტა მოვლენ, მაშინ მისი მობილიზებული უფრო მეტი გამოჩნდება. თუ ბევრი მოვიდა, მისი მობილიზებული იქნება ის 15 თუ 20%, რომელიც ისედაც აქვს. საკმარისია ცოტანი მოვიდნენ, ეს პროცენტი უკვე მანდატებზე გადათვლაში შეიძლება აღმოჩნდეს 40, 50 და ასე შემდეგ. ისე რომ მარტო ხელისუფლებაზე ნუ ვანგარიშობთ, სწორედ პატარა პარტიებს აწყობთ ყველაზე უფრო, რომ რაც შეიძლება მეტი მოვიდეს ხალხი, რომ იმათ თავიანთ 5% როგორმე მიიღო. ამ შემთხვევაში ბევრი ხალხის მოსვლა გადაარჩენს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ქართულ პარლამენტში. თუ კი მოვა ცოტა ხალხი, მივიღებთ ორ პარტიას ისევ. გუშინ ნდელმა გადაწყვეტილებამ აი ეს ნაბიჯი, ანუ რეფერენდუმზე მოვიდოდა ხალხი უკვე რეფერენდუმის საკითხის ინტერესით. და რეფერენდუმს არ ჩავატარებო, ესე იგი ამ თვალსაზრისით ხალხის ძელი ნაწილი დატოვა სახლში. დღეს უკვე იძახის, რომ უნდა ავამუშაოთ ეს მანქანა პროპაგანდისტული. ეს ნაციონალებს არ აწყობს, რა თქმა უნდა. მაგრამ იქ გარანტირებული იყო მოსვლა და ეხლა ეს მანქანა ამუშავდება თუ არა ისე როგორც საჭიროა, ეკაც არის. აი რეფერენდუმის საკითხი საინტერესოა, მხოლოდ არჩევნების კონტექსტი ქონდა თქვენთვის ამ საკითხს თუ არის კიდევ უფრო სიღრმეები ამ თემაში? არა, უბრალოდ არჩევნები დაემთხვა. ყველა ქვეყანაში დამატებითი არჩევნებია. იქ ამერიკაში მოსამართლეებსაც ირჩევენ, ხო? დიახ. ესე ჩვენთანაც რო ვირჩევდეთ, ალბათ ამდენი ყაყანი სასამართლოზე ნაკლებად იქნებოდა. და ყველა არჩევნები დროში თუ ახლო ერთმანეთთან ცდილობენ ერთ დღეზე დასვან. იმიტომ რომ განებივრებული არც ერთი სახელმწიფო არ არის ამ მომრჩევლის უბანზე გასვლით. ანალოგიურად ჩვენთანაც რეფერენდუმი, ადგილობრივი არჩევნები და რაღაცაები, რაც შეიძლება კი ბატონო, ამ თემამ რა როლი შეასრულა თქვენი აზრით, ან რა როლი შეიძლება შეასრულოს ქორწინების საკითხმა? ეს თემა აუცილებელია იმისთვის, რომ ქორწინების საკითხი, რაც არ უნდა ოდიოზურად ჟღერდეს, საჭიროა თუ არა და ასე შემდეგ. მეც მემაჩნია, რომ იურიდიულად საჭირო არ არის. მაგრამ პოლიტიკურად არის საჭირო. რომ შენმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ევროპისკენ გზა მაინდა-მაინც ერთსქესიან ქორწინებისკენ გზას საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში არ ნიშნავს. და ეს არის გარკვეული მისთვის გარკვეული გარანტიის მაჩვენებელი. შენ მოსახლეობაზე ხო უნდა იზრუნო. ცდება ის მოსახლეობა, არ ცდება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მას ეს საკითხი აწუხებს. მიდი რა, ამ საკითხის წუხილი რომ მოუხსნა
ჩაუტარე ეს შედეგი და მიიღე რა შედეგი ანუ თქვენ ფიქრობთ რომ პრეზიდენტმა მაინც და მაინც სწორი გადაწყვეტილება არ მიიღო გუშინ? ბევრი თვალსაზრისით არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ პრეზიდენტს ვერ ვადანაშაულებ. რატომ? თუკი მიგაჩნიათ რომ უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა უშლიდა ხელს? მე მიმაჩნია რომ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ამგვარი საკითხი. ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს გაუგებარი საერთოდ და თუ რამეშია დამნაშავე ქართული ოცნება უპირველეს ყოვლისა იმაში რომ მან კონსტიტუცია ფაქტურად დატოვა ისეთი ნახევარფაბრიკატი როგორიც თავის დროზე დატოვა მიშა სააკაშვილმა ხო და ამ ნახევარფაბრიკატში გაუგებარია პრეზიდენტის ინსტიტუტი მას რაღაცებში აბსოლუტურად არაფერი არ ეკითხება და უცბად ეძლევა ისეთი ინსტრუმენტები ამ ერთ პიროვნებას რომლის ხელში მიცემა ერთი ადამიანისთვის რეფერენდუმის საკითხი. აი ვეტოს კიდე დაძლევს პარლამენტი და ნუ იქ რაღაც დაბალანსება არის. რეფერენდუმი რითი უნდა დაბალანსდეს? ერთი პიროვნება წყვეტავს და შეიძლება ეს ერთი პიროვნება სხვა გემოვნებისა იყოს, ვიდრე დაუშვათ პოლიტიკური ანალიზი, მე მკარნახობს. შეიძლება მეც არ ვარ სწორი. ეს გებია. ისე რომ ერთი პიროვნების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ამ მნიშვნელობის საკითხები. ატომურ ღილაკზე დღეს სადაც არის ატომური იარაღი, ერთი გასაღები არასოდეს არაა. მინიმუმ 5, 6, 10 ადამიანს აქვს გასაღები და თითოეული თუ არ დათანხმდა, ისე იმ ღილაკს ვერ დააჭერენ. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ატომური ბომბასავითაა. ერთს არ უნდა ქონდეს ასეთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ჩვენთან ასეთი გადაწყვეტილების საშუალება აქ ერთ ადამიანს. მან თავის შკუაზე გადაწყვეტა და ეხლა ეს შკუა შეიძლება მე ჩავთვალო შეცდომად, სხვა ჩავთვალო სწორედ. გასაგებია, ნუ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც საჭირო. მას როგორც პიროვნებას საჭირო. რაც შეეხება საარჩევნო უბრალოდ გარემოს კი არა, აი პერსპექტივას, რომელიც შეიძლება აი არჩევნებამდე 2 თვეა სულ დარჩენილი, რომელსაც შეიძლება თქვენ ხედავდეთ, ხომ? ყველა ოპოზიციური პარტია თითქმის ამბობს, რომ აუცილებლად გვექნება კოალიციური მთავრობა. გარკვეული სოციოლოგიური გამოკითხვები, მისი შედეგები ჩვენ ვიცით, ხომ? NDI-ის, IRI-ის. ამ ყველაფერზე დაკვირვებით, თქვენც ფიქრობთ, რომ კოალიციური მთავრობა გარდაუვალია? აღარ ვფიქრობ, უფრო ვფიქრობდი. NDI-ი დიდად არ მაჯერებდა ამაში, მაგრამ ნუ ის პოლიტიკური აქტივობები რაც ხდებოდა. ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო ხანებში ეჭვი გამიჩნდა. ახლა ბევრ პოლიტიკურ პარტიას უდგას ფინანსური პრობლემა, რაც სავსებით ბუნებრივია. როცა პარტიას ფინანსური პრობლემა უდგას, მას საარჩევნო კამპანიის მთელი მარათონის გაჭიმვა უჭირს. და თუ ცოტა აქ ფული იმარაგებს ბოლო დღეებისთვის, რომ მაშინ გააკეთოს ის, რაც შეიძლება რომ ეფექტი შექმნას ასე. რამაც შეიძლება ეფექტი შექმნას. ეს ცუდი არის სტრატეგია, გაჭირვების სტრატეგია იმ მხრივ, რომ ასეთ რაოდენობა ბევრი არის უფულო, ყველა ბოლო დღეს გააკეთებს და ერთმანეთს გადაფარავენ რა. ცარიელ ფონზე გაკეთებული პოლიტიკური ნაბიჯი ჩანს და თუ ყველა გააკეთებს ამ ნაბიჯს, უკვე იკარგება. ამიტომ მე მგონი სექტემბრისთვის შემონახული ასეთ პოლიტიკური ნაბიჯები დაბნეულობას დიდად არ უშველის და დაბნეულობა მოსახლეობაში. მაგრამ არჩევანი რა არის, როცა ფული ცოტაა, დახარჯობ თქვათ ივლისში, აგვისტოში, ეს შეიძლება ამ მომჩეველს დაავიწყდეს ოქტომბერში. რა თქმა უნდა, არა, ცოტა ფულია პრობლემა. ანუ ვერ მოახერხეს ჩვენმა პარტიებმა ფინანსების მობილიზაცია. ეგაა პრობლემა. კი ბატონო. და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ ჩვენი საუბრის დასასრულ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემაა დღეს სადისკუსიო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მედია სივრცეში. თქვენი აზრით რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო? ეს არის მასზე კონტროლის დამყარების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან? მე რომ მაინტერესებდეს ტევე პირველში რომელი პოლიტიკური ძალის გავლენა არის.
შემიძლია ეს გავარკვიო? ალბათ ტელევიზორს რომ ჩავკრავთ, ეკრანზე გაარკვევთ. თუ სასამართლოზე გაინტერესებს რომელი პოლიტიკური ძალის გავლენა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაიდებ და გაარკვევ. ახლა არის მედიის თავისუფლება რუსთავიორის პროცესზე, იმის თავისუფლება, სასამართლოს თავისუფლება პაპუაშვილის პროცესზე, ხო, ასე რომ დავარქვათ. ავიღოთ ერთის გადაწყვეტილება, ერთის ეკრანი და მეორის გადაწყვეტილებები. რუსთავიორის ეკრანი გვეუბნება, რომელი პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ არის? არ მინდა თქვენი რეაქცია, კოლეგები არიან. გვეუბნება. ცალსახად გვეუბნება, რომ ეს არის ნაციონალური გუნდის გავლენის ქვეშ, რაც სავსებით არ არის დანაშაული ქვეყნები არის პირდაპირ აცხადებენ რომელი პოლიტიკური ძალის მასმედიას წარმოადგენენ. მაგრამ და რითი რომ რითაც შეუძლია ხელისუფლების მძიმე მხარეს აჩვენებს და ნაციონალების პლუსებს აჩვენებს. კი ბატონო, ეს მასმედია შეიძლება რომ იყოს ტენდენციური. სასამართლო გადაწყვეტილებები რო დავიდოთ ხელისუფლების არასასურველი გადაწყვეტილება აქვს მიღებული აქვს. ნაციონალებისთვის არასასურველი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მიღებული? შეგვიძლია აგერ გავიხსენოთ მაგალითად საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სულ ბოლოს რაც იყო, არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლო. რის გამო? მოსამართლეებმა ასე ჩათვალეს საჭიროდ და ახალმა მოსამართლეებმა. ახალმა მოსამართლეებმა, ანუ როტაციის შედეგად შეიცვალა იქ სიტუაცია. და ის ძველი გუნდი რომელიც იყო, იქ გვეგულება ამდაგვარი გადაწყვეტილება. არ გეგულება. მაშინ რა პროცესი არის? გავლენების პოლიტიკური ბრძოლა განაწილებულია. არა, პოლიტიკური ბრძოლა, არ გვინდა გავლენები. სიტყვა პოლიტიკაც არაა საჭირო. ძელი ბოდიში უამრავი ახლობელი ნაციონალურ მოძრაობასთან. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას უამრავი დანაშაული აქვს. ეს ის პარტია, რომლის დროსაც გადაწყვეტილებათა 95% თუ მეტი არა, იყო უარყოფითი, ხო? ანუ საჭირო ბრალდება იყო საჭირო. ამ პირობებში გააქვთ იმის ილუზია, რომ კონსტიტუციური სასამართლო იყო ობიექტურად შედგენილი და ხო მაშინ შედგენილი სასამართლოსთან გვაქვს ახლა საქმე. იმის ნარჩენები. მაგრამ აი ამ პროცესში საფრთხე იმისა, რომ თუ კი ისინი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ, ახლა მოექცნენ ახალი ხელისუფლების გავლენის ქვეშ, ხომ? ჯერ მანახეთ, რომ ნაციონალების გავლენიდან გამოვიდნენ. და მე ვილაპარაკოთ რა ახალი ხელისუფლების გავლენის საფრთხეზე. იმიტომ რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერაფერზე გავლენა ვერ მოიპოვა. მანახეთ სფერო, რომელზედაც ახალმა ხელისუფლებამ გავლენა მოიპოვა. გინდ მედია, გინდ სასამართლო, გინდ ბიზნესი. ერთ-ერთი ხელისუფლებისთვის ცუდი, მაგრამ მოქალაქეებისთვის კარგი თვისება აქვს, რომ ვერ ახერხებს გავლენის მოპოვებას და ამ პირობებში ლაპარაკი იმაზე, რომ აქ ხელისუფლება გავლენას მოიპოვებს, ჯერ ვიმეორებ გავანთავისუფლოთ იმ გავლენისგან. მერე დავფიქრდეთ, როგორ უნდა ეწყოს ისე, რომ გავლენა საერთოდ არ იყოს და მერე დავიწყოთ რა ხელისუფლების გავლენაზე ლაპარაკი. სასაცილო მდგომარეობაში იგდებს დღეს ქართული მედია, ქართული პოლიტიკა თავს, როდესაც ლაპარაკობს იმაზე, რომ ობიექტურობა ნაციონალები ამას რომ ამბობენ ბუნებრივია, იმათ ეს უნდა თქვან, რომ ობიექტური სასამართლოს შენარჩუნებისთვის პაპუაშვილის პოზიცია სწორია. პაპუაშვილი იბრძვის თავისი პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გადარჩენისთვის. არის ასეთი დანაშაულებები. ნახეთ პროკურატურაში საქმეების რაოდენობა. აი ამ ფონზე პოლიტიკაზე ლაპარაკი მე მიმაჩნია იმ ხალხის შეურაცხყოფად, რომელზედაც ძალადობა მოხდა ამ 9 წლის განმავლობაში. გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რამაც საყვარელიძე იყო ჩვენი სტუმარი. მე ამით გემშვიდობებით დღეს და ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით დროებით.